საღამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, მე დღეს სტუდიიდან არ გერთობით, სახლიდან გერთობით. მედია ისმის ახლა ჩემი ხმა, ვინმე შემოვიდეს, დავინახო. მედია ვართ პირდაპირ ეთერში. ვინმე დამიწერეთ ერთი კომენტარი, დავინახო ვინმე და დავიწყოთ. ვერავის ხედავ ჯერჯერობით. ისმის არა, ჩემი ხმა ის შემოსულია ადამიანი, ახლა ხედავ კომენტარს. დავიწყებ თუ რაღაცაა და დამიწერენ ალბათ რომ თუ არის მის ხმა. მოკლედ მეგობრებო, იძულებული ვარ განმარტებაც გავაკეთო და პასუხიც გავცე. ეგრეთ წოდებული კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს გურამ აფსანძეს ხელმძღვანელობით. მე დღეს დავდე ვიდეო ჩანაწერი ფორმულაზე იყო გამოსული მისი თანაშემწეა თუ მოადგილე ეს მერაბ ჩუხუა. და წარმოიდგინეთ თქვენ ახლა ფორმულაზე ვინ მიგიწევთ თუ ნაციონალურ მოძრაობასთან არ ახარ ჩახუტებული, ხო? და არც რა თქმა უნდა რუსთაველზე არ მისცემენ სიტყვას ყოველდღე რომ იქიდან იქ გამოდის სიტყვით და მოკლედ შეკრულები არიან ნაციონალურ მოძრაობასთან და დაანონსა ფორმულამაც მიიწვია, დაანონსა რომ ესე იგი 9 აპრილს ალტერნატიული არჩევნებს ჩაატარებენ. ეხლა ეს არის პირდაპირი ღალატი. ჯერ ერთი წარმოუდგენელია, ვინც იცის არჩევნები როგორ ტარდება, თუ სახელმწიფო ძალა არა გაქვს, ვერავითარ შემთხვევაში ელემენტარულად, აი ფიზიკურადაც კი ვერ შეძლებ ვერანაირად რომ ჩაატარო არჩევნები. ეხლა რას ემსახურება ეს? აქ შეიძლება იყოს ძალიან დიდი მზაკრული გეგმები. დღევანდელი კონსტიტუციით ორი ადამიანიც რომ დაფიქსირდეს უბანზე, არჩევნები ჩატარებულად ითვლება. სულ გვაქვს 3700 უბანი. სწორედ აი ამ კუთხითაც, ესე იგი შეიძლება ამასაც ფიქრობენ ეს ზაკრები, რომ აი ელექტრონულ არჩევნებს ჩაატარებენ და მერე ვინ მოდის მერე ხელისუფლებაში და თუ აი სიტყვაზე ვიძახით ერთ-ერთი ამათ ვინ უყურებს ამათ არჩევნებს, მაგრამ ამათი გაგებით შეკითხვა რომ დაუსვა, ჯერ ერთი არავინაირი ეროვნული ძალა არ აქვს და არანაირი ეროვნული პარტია. ვინ მოდის, ვის უნდა გადასცენ ლეგიტიმაცია ნაციონალურ მოძრაობას? ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ესე იგი ყველანაირად უხსნის ეთერს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ხლა ფორმულა რომ გუშინ მერაბ ჩუხუა რომ მოიწვიეს სპეციალურად ამ 9 აპრილის თემაზე, არჩევნების თემაზე, ვითომ ჯერ ეს რამხელა არასერიოზული სისულელია. და მერე კიდევ მანამდე აფსანზე ბრძანდებოდა იქ ფორმულაზე და ასე შემდეგ. მოდი აი დავიწყოთ თანდათან და ვნახოთ. ეხლა რასაც ხადებს ჩუხუა. მე ჩავალ კიევშიო, ჩავალ ასევე ბალტიისპირეთშიო, დასავლეთსაც მოუწოდებო რომ მოვიწვიოთო დამკვირვებლებიო, რომ ესე იგი არჩევნები თუ კანონიერად ჩატარდეს. ესე იგი ვის მოუწოდებს შეხედეთ ხალხო, ესე იგი ვისთან აქვთ ამათ კავშირი? ზელენსკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, იქ არახამია ის გამსახურდე რომ არის კიდევ იქ და ბალტიისპირეთის წარმომადგენლები თქვენ იცით რას აკეთებდნენ აქ? ყველანაირად რო ცდილობდნენ თუნდაც კიევის ხელისუფლება, თუნდაც ეს ბალტიისპირეთის და დადღეში იყვნენ ყოველდღე როგორ ჩამოდიოდნენ აქ რუსთაველზე გამოდიოდნენ და პირდაპირ ესე იგი ომში ჩართვას ითხოვდნენ საქართველოს. ყველას გახსოვთ ალბათ. და ის დასავლეთში ახლა ამას ვისთან აქვს ხო კავშირი, ეს ლიბერალური ნაცსექტის წარმომადგენლები ვინ არიან, ვის იწვევდნენ, გახსოვთ თქვენ ბუნდესტაგის ის რომ იყო საგარეო საქმეთა ურთიერთო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი, ხო? როთი. კაცზე გათხოვილი კაცს და იქიდან რომ მართლმადიდებლობას ლანძღავდა რუსთაველის
პარლამენტის წინ გაიგდა ხმამაღლა და 100,000 კაცი კიდე ეს გადაგვარებული ხალხი ტაშს უკრავდა თქვენ მართლმადიდებლობა ვერ გადაგარჩენთ. აი ეს ხალხი უნდა ჩამოიყვანოს დამკვირვებლად, აი ამ მოღალატეებმა, ეს პირდაპირ ჯაშუშური საქმიანობაა მეგობრებო. ნახეთ რა როგორ ატყუებს ხალხს, აი ფორმულაზე გამოდის ეს ჩუხუა გამოდის და რას ამბობს, ესე იგი რომ 2000 წელსო 2003 წელსო რომ მოხდა ვარდების რევოლუციაო აბსოლუტურად იქო შეიცვალაო ეს ისა კორექტირება მოახდინაო მიხეილ სააკაშვილმა და ესე იგი რუსული ორბიტიდან გამოგვიყვანა თურმე და დასავლური ორბიტაზე ესე იგი შეგვაყედა. ჯერ ერთი მე მინდა ამ გარეწრებს შევახსენო რომ მიხეილ სააკაშვილი ისეთივე ჯაშუშია დასავლეთისა როგორც რუსეთისა. და ყველას კარგად ახსოვს მაშინ ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის დროს სანამ არ ჩამოფრინდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივანოვი მანამ შევარდნაძე არ გადადგა სანამ შიგნით იქ არ შეთანხმდნენ მიხეილ ეს ფოტოებიც არსებობს ერთად ხდანან მიხეილ სააკაშვილი ეს ივანოვი და ასე შემდეგ რაზე შეთანხმდნენ იქ იმაზე ხომ არა მე ცოტა მოგვიანებით რომ უფრო ადრე იგეგმებოდა შიდა ქართლის 200 სოფელი რო გადასცა იქ ჩააბარა იქ რუსებს და პროვოკაცია გამოიწვია და ამოდენა ბიჭები ჩაგვიხოცეს იქ და იმაზე ხომ არა რომ მე მთელი ენერგეტიკული სივრცე მთელი ენერგეტიკა რომ გადასცა რუსეთს და ამათ უნდათ კანონიერი ხელისუფლების აღდგენა მიხეილ სააკაშვილს ესე იგი აქებს და ადიდებს და სწორი ორიენტაცია დაიკავაო ესე იგი და კანონიერი ხელისუფლება თუ აღდგენა თუ გინდა მიხეილ სააკაშვილმა ყველა ნაკვალევი მოსპო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებისა სამართლებრივად მოსპო ნახეთ სახელმწიფო მოსპო საქართველოს რესპუბლიკა ერქვა და ასე ჩატარდა რეფერენდუმის და ამ სახელწოდებით გამოცხადდა 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გადაუკეთა სახელი და ესე იგი რადგან ლეგიტიმაცია არ ქონდა მოაცილა რესპუბლიკა დატოვა საქართველო შეცვალა ღერბი შეცვალა ჰიმნი შეცვალა დროშა არაფერი აღარ დატოვა იქიდან და აი ეს თაღლითები ატყუებენ ხალხს რომ ესე იგი ვითომ კანონიერების აღდგენა უნდა თან ვინც მოსპო კანონიერი ხელისუფლება იმას აქებს და ადიდებს მაგრამ რა თქმა უნდა შეაქებს იმიტომ რომ ესენი ხო აფსანდეს და მერაბ ჩუხუაც ორივენი იყვნენ აი ამ სააკაშვილის მინისტრები და საერთოდ მინდა კიდევ ერთხელ გაუმეორო ხალხს თორემ ამათ ახლა ნამუსი არ გააჩნიათ ზვიან გამსახურდიას გამოცემული ზვიან გამსახურდიან ყველას უბრძანა და უთხრა სხვა მაშინ რომ ვინც ითანამშრომლებს პუჩისტურ ხელისუფლებასთან ისინი ავტომატურად გარიცხულები იქნებიან როგორც უზენაეს საბჭოს დეპუტატობიდან ისევე საერთოდ ჩამოცილდებიან ყოველგვარი კანონიერ ხელისუფლებას. ესენი იმ პერიოდიდან, როდესაც აფსანძე მივიდა იქ და დაიკავა ესოდენ მაღალი პოსტი, ვიცე-პრემიერი თუ რა იყო და ეს კიდევ მინისტრის მოადგილე, იმ პერიოდიდან, იმ მომენტიდან უკვე ამათ აღარაფერი აღარ ესაქმება კანონიერ ხელისუფლებასთან. ესენი არ არიან კანონიერი ხელისუფლების, ესენი არიან, ეს არის ღალატი, ჩვეულებრივი ღალატი ჩაიდინეს მაშინ და ამით დასრულდა მაშინ 2003 წელს. ჯერ სინდისი სად გააჩნია აფსანდეს რომ ვიცე-პრემიერი იყავი კანონიერი ხელისუფლების, ყველაფერი შეგიცვალა, სახელწოდება შეგიცვალა ქვეყნისა, დროშა შეგიცვალა, ჰიმნი შეგიცვალა, ღირბი შეგიცვალა, ყველაფერი მოსპო იმ ხელისუფლებამდე შენ წამოპესკილ ხარ იქ თანამდებობაზე და რადგან სკამი დაიკავე უკვე აღარაფერი გადარდებს ხო ჩვეულებრივი მოღალატეები და ჯაშუშები ხართ დიდი ალბათობით ეხლა მე არ მიყვარს უსაბუთოდ და რაღაცა ისე ზეპირად ვილაპარაკო მაგრამ ეს ჩუხუა მრავალჯერ იყო იქ ჩასული კიევში ჩადის იქიდან რა თქმა უნდა აკეზებენ აგერ ტელევიზია ნაცმოძრაობის ტელევიზია გახსნილი აქვთ ღიად და
Რაღა უნდა იყოს ამაზე მეტი მტკიცებულება, როგორც შესაძლებელია კიდევაც ფინანსდებიან იქიდან. Აი ყველა საბუთი არსებობს ფაქტიურად იმისა, რომ ესენი არიან, იმართებიან იქიდან და დიდი კავშირები აქვთ. თუ გახსოვთ, სანამ დაიჭერდნენ რა ქვია იმას მონგერალი რომ იყო ოპერის კაცო ეს გამახსენდება პაატა ბურჭულაძე იმანაც მაშინ ზუსტად ამათთან კონსულტაციების შემდეგ პირველად გააჟღერა რომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ კანონიერი ხელისუფლება ჩავატაროთ ლეგიტიმური არჩევნები გესმით აი იმანაც ესე იგი ესენი მუდმივად კარგახანია უკვე ურთიერთობენ და აი ამას ემსახურება ის გეგმა რომ ვითომ რომ ჩაატარეს სესია არავითარი სესია არ იყო ეს ესენი საერთოდ გასულები არიან კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლობიდან ეს არის ჩვეულებრივად განაცებული დეპუტატების ნაწილი და ჩათვალეთ თქვენ მეგობრებო რომ არანაირი პარტია არ აქვს არანაირი ძალასაც წარმოადგენენ და ხვალ ვის უტარებენ ამ არჩევნებს ერთი მითხარით ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლებით რომ გადაამოწმեն ამ ყველაფერს იგი რა უნდა ნაციონალურ მოძრაობას უნდა გადასცენ ლეგიტიმაცია აი ამას აკეთებენ ეს აფსანძის ეს ჯაშუშური გუნდი უფრო მეტიც კიდევ რას თქვა იცით ეხლა ის წამყვანი ეუბნება ეხლა მორიგებულები არიან ერთ იმაზე მღერიან ორივენი და წამყვანი ეუბნება რომ ბატონო მერაბო ამ ჩუხვას ეუბნება ეხლა ვაბაო ბიძინა ივანიშვილიო ჩამოსასვენებელი იყოს ზიადი ბიძინა ივანიშვილი მაგას გააკეთებდა ჩამოასვენებდაო აი სააკაშვილმა ესეც ხო გააკეთაო მე კიდევ ერთხელ მინდა აგიხსნათ ნუ თაღლითო სააკაშვილს არ ჩამოუსვენებია და აი მაგ თაღლითობის ეხლა რომ ცოტნე გამსახურდია ჯანმრთელად იყოს ხო თავპირს აგახევდათ ორივეს რა აფსანძესაც და ჩუხვასაც არ გაპატიებდათ მაგათ ვიარ გამსახურდია ჩამოასვენა ცოტნე გამსახურდია დიდი წვალებით და შრომით და როდესაც იქიდან ძალიან კარგად იცის ოჯახმაც და ალბათ ქალბატონი მანაც იტყვის მე როდესაც დაურეკეს იქიდან თვით პუტინმა დაურეკა და იმასაც კი არ უნდოდა რომ დაბომბილიყო ის ადგილი სადაც დასაფლავებული იყო ზუსტად გამსახურდია და მოუწოდა რომ გადაასვენეთ ნეშთიო მიდიოდა იქ როდესაც მიხეილ სააკაშვილს უთხრეს 1 ლარიც არ მემეტება მე მაგაზე ფულს ვერ დავხარჯავო მის გადმოსასვენებლად აი ესე იყო სინამდვილეში ჩუხუა ბატონო რო იცოდეთ და ძალიან ზურდა მიხეილ სააკაშვილს ზიად გამსახურდია და კავკასიის სულსეინს უწოდებდა და ყველაფერს გაგახსენებთ თქვენ მოღალატეო თქვენ ძალიან ფრთხილად იყავით თორე ქართველი ხალხი გამწარდება და არ გაპატიებთ ესეთ ჯაშუშურ საქმიანობას რა არავინ არ ასწნობს არ თქვენ რაღაცა ალტერნატიულ რაღაცა არჩევნებს რის არჩევნები სიზმრის მინისტრები ხართ რას თამაშობთ საბავშვობაში ხართ ვინახავთ კაცო მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამათი რეჟისორები არიან ძალიან სერიოზული რეჟისორები მთელი ლიბერალური სამყარო ეს დასავლეთისა და სარგებლობენ აი ამათი ამ ერთი მუჭა გამყიდველებით რომ აი ეს ლეგიტიმაცია ვითომ და ხელში რო ჩაიგდო არ მოხდება მეგობრებო ეს უბრალოდ დიდხანს აღარ გავაგზელებ მე ეხლა დასკვნა არის აქ ერთი ეს არის ერთი ჯგუფი აფსანძის გუნდი მე დაკვირვებული ვიყავი რამდენი ცდელობა მქონდა აი ამათ ბოლო 10 წლის განმავლობაში რომ რაღაც დიდი ეროვნული რაღაც წამოგვეწყო რამდენი ცდელობაც ადრეს სპორტის სასახლეშიც მქონდა ეს ეროვნული ყრილობა გვინდა ჩაგვეტარებინა ყოველთვის იმ წუთში მოფრინავდა მოსკოვიდან აქ დავგეგმეთ 9 აპრილს რუსთაველზე ადრე და პარალელურად 9 აპრილისის დანიშნა ვითომ იქ ფილარმონიაში და მთელი ეროვნულები ახლა ისინი მიიპატიჟა იქ და ახლა ამ ხალხმაც იფიქრა ფილარმონიაში დავსხდებით და ვითომ 9 აპრილი უნდა აღენიშნა და გამოაცხადა პარტიას ქმნი და არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა აი კიდევ ერთი ღალატი და 2024 წელს კიდევ
შარშან კიდევ მიიღო იმ პუტჩისტურ არჩევნებში მონაწილეობა. არ გაუტარეს თავის პარტია და სხვა შეეკრა და კარგად გაიხსენე 20-30 კაცი ესწრებოდა როგორ მეხვეწებოდი რომ იქნება კახაკუკავასთან დავალაპარაკო შემახვედრო რომ ერთი ბლოკით მივიღოთ მონაწილეობა. აი ეს თაღლითი ამბობს რომ მე მუდამ დევნილობაში ვიყავ. დევნილობაში კი არ იყავი, ხან მინისტრი იყავი და ხან უკანონო არჩევნებში იღებდი მონაწილეობას. და დანარჩენს როგორ მიატოვე და როგორ უღალატე პრეზიდენტი მაგაზე თვითონ ესენი მოგთხოვენ პასუხს. აქ არიან ის კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები, ის ვიადის ერთგული ხალხი, ვინც იქ იყო და გაქცევენ პასუხს როგორ აითესეთ იქიდან და მიატოვეთ პრეზიდენტი. მოკლედ მეგობრებო, არავინ არ დაუჯეროთ ამ ხალხს. ეს კუხალეიშვილია კიდე გზახსნა ერისა გზახსნისაო რაღაცა ჯგუფი აქვს და იქიდან არის ერთ ამბავში რომ ტოლითა და იმის მინისტრი არის ეს რაღაცა საზღვარგარეთ იმყოფება გაქანებული ნაცი ესეც და თაღლითია გაიქცა აქედან ფულებს იმაშვებოდა ძალიან კარგად იციან ვინც მასთან თანამშრომლობდნენ თორე მე არაფერს ვიგონებ ისევ ისინი მიყვებიან აი ეს ბანდა არის შეკრებილი მთელი ნაცლიბერასტული ისა და განაცებული დეპუტატები რომლებიც ცდილობენ ახლა ვითომ და ლეგიტიმაცია ჩაატარონ რაღაცა თაღლითული რაღაცა ეს ალტერნატიული ელექტრონული ვითომ არჩევნები მიიღებს რაღაც 10,000 კაცს მონაწილეობას და გააფორმენ მე რომ ვითომ აი მოხდა ჩატარდა არჩევნები და ლეგიტიმაციას მიიღებს და გაიმარჯვა ნაციონალურ მოძრაობამ და მე ეს დასავლეთიდან დაიწყებენ რომ აი გამარჯვებულია ის და აქეთ და იქით და მოკლედ ამ სახივე თლიანად ესე იგი ამათი გუნდი იმასაც არ ვიცი ახლა ეს არის როგორი რაღაცა იცი აფსანძის და აი ჩუხუასის ამ თლიანად ესე იგი ყველანაირ შეხებენ კანონიერ ხელისუფლებას არა და არაფერი საერთო აღარ აქვს და კანონიერ ხელისუფლებასთან არაფერი მეგობრებო და მინდა ეს იცოდეთ უბრალოდ მე იმედი მაქვს რომ ის გაზიარებული მაქვს დღესდღეობით ვიდეო თქვენ თვითონ მოусმინეთ აი ამ ჩუხუას ამ გარეწას როგორ იტყუება ყოველ სიტყვაში და სააკაშვილმა რომელმაც თლიანად მოსპო მონაპოვარი ზვიად გამსახურდიასი სწორედ იმას აქებდა ადიდებენ ესენი და ცოტნე გამსახურდიაზე კიდევ ეს დავამატებ არ დამავწეს სწორედ სააკაშვილმა დაიჭირა ციხეში და სააკაშვილმა აწამა აი ეს არის სიმართლე და ამისი გულხურვალე მხარდამჭერები ხარ თქვენ და ასევე ნაცების ესე იგი რომლებიც ესე იგი ციხეში შედან დღეს და ქალი რომ არის ბათუმელი ნეტგაზეთის ის ამაღლობელი თუ როგორია რომ ეს არის თურმე პოლიტიკური პატიმარი და ამ დროს არავის არ გახსოვთ მთელი ცხოვრება რომ ციხეშიც მართლა კანონიერი ხელისუფლების ერთგული კაცი და არავის არ გახსოვთ ეს თქვენ მთელი 28 წელიწადის მგონი ციხეში თუ მეტი 30 წლამდეა უკვე გასული არ ვიცი მეგობრებო ნუ ამათ მხოლოდ და მხოლოდ კავშირი აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან და მხოლოდ იმათი პატიმრები ახსოვთ და ის ვინც ერთგულია კანონიერი ხელისუფლებისა და ვინც ტყუილაუზით 300 წელია თითქმის ციხეში აი ისინი არავის არ ახსოვს მოკლედ ეს მინდოდა მე თქვა ჩაგაკენეთ კიდევ ერთხელ საქმის კურსი ესენი არიან თაღლითები არავინ არ დაუჯეროთ არანაირი არჩევნები არ იქნება მეგობრებო ეს არის თაღლითების ერთი ჯგუფის მოსაზრება გარიგება უпростоრეთ ნაციონალურ მოძრაობასთან მადლობთ ყურადღებისთვის კარგად დანდებოდეთ ბედნიერ შობა ახალწელს გისურვებთ იმედია მომავალი წელი 2026 წელი იქნება ჩვენი ქართული ეროვნული ძალების გამარჯვებისა ქართველთა დიდი გაერთიანება
თანდათან ძალებს იკრებს და იმედი გქონდეთ, რომ ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს 2026 წელს და აი ეს ნაცკოცური ეს გამყიდველი პოლიტიკა დამთავრდება საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ და მიეხედება ქართველებს, რომ ქართველმა ერმა ღირსეულად იცხოვროს ამ ქვეყანაში. მადლობ ყურადღებისთვის, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.